კვარა როგორ ხარ, ხო ხარ ჯენზი? შენ როგორ ხარ, ჟორჟი? რა ვიცი, ბარ ჩაიში ჩამბალი კრუასანი ვიცი. რა ხდება ახალი და შენსკენ? რა ვიცი, შენთან სათამაშოდ ვემზადები. ფოკუს სწავლო, ბურთი უნდა დაგიმალო. მე რას უმალავ ლიონში მე შინაური ვარ გარეული. ისე რა მალე მოვიდა თამაშის დღე. შენი ლამბორგინივით მიქრის დრო? ხო მართლა ჟორჟ, მიასე კარიერულ გოლს გილოცავ. მადლობის მეტის ღირსი ხარ. მეც გილოცავ ჩემპიონს ლიგაზე გოლი და ასისტენტი გააკეთე. მეხსი ჟორჟ. ახლა ძალიან რთული ბრძოლა გველოდება ლივერპულში ხვდით. გიყვარს დირკები. ისე თქვენთვის მოგება და წაგება ნაშვილებია თუ წაგებულში რომ არ დარჩენილი ხართ ლიგა პირველში. მაგარი გუნდია ძმაო PSG. აბა რატო გადმოვედი შენი აზრით? ხო მაგრამ ჩვენ ახლა მე-6-ე ვარ და თავზემოთ მთელი ძალით უნდა ვითამაშოთ რომ მოვიგოთ. გაი, გასაგებია. დაეძლიერმა გაიმარჯვოს. კარგი ნათქვამია, ჩაგეთვლიმა. კვარა ისე დემბელეს რა უქენით, რა ფორმაშია, რამე ელექსირებული ხომ არაა? არა, ელექსირებული მანამდე იყო. ახლა მაგრა თამაშობს. ჟორჟ, ქართული რესტორანი არის ლიონში, თამაშის მერე რომ წავიდეთ? კი არის, შემოიხედე საპანას ვეძახით. მე და საბა სულ მან დავდივართ ხოლმე. და საპანა მანდ არის ახლა? დილით ჩემი ჩუსტები ვერ ვიპოვე და ალბათ სახლშია ჩემთან. კვარა, რესტორანში დონარუმაც წამოიღ, შემოვირიგო ბურთი რომ გადავგვდე მაშინ ნაწყენშია ჩემზე. ხო, ისე მაგარი გაბრაზებულია. ერთს რო გავუღიმებ, თავზე კი არ უნდა გადამიგდოსო. მოგკითხვაში იყავდეს. კი, მოგიკითხავ. ჟორჟ, სომხეთის ნაკრებში შენი აიაქსის მწვრთნელი რომ დანიშნეს ნახე? ხო, ვიცი, ეგრო ვნახე ბუცები ავლესე ქართველებო. და ხო იცი მარჩი სომხეთში უნდა აუღო მაგას რევანში. ხო, ვიცი, პირველი თამაში ხო გასვლაზეა რევანში. კაი, მიდი წავედი და ლიონში გნახავ. კაი, მიდი ხო ლიონში ვნახე ვინ ვარ. ლიგა 1-ის 23 ტურში ქართული დერბი გველოდება. ჟორჟ მიქაუტაძის ლიონი ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ს უმასპინძლებს. საინტერესო შეხვედრა გველოდება და ვნახოთ პირველი რომელი გუნდის Facebook ადმინი დაადებს ქართველის გოლს ფრანგულ განდაგანას. ჩემპიონთა ლიგის წილისხრა გაიმართა, სადაც PSG-ს მეტოქე მერვედფინალში ლივერპული იქნება. ეს ამბავი ძალიან გაუხარდა ფეხბურთის გულშემატკივრებს, რადგან მერვედფინალში მაგარი თამაშები გველოდება. თუმცა კვარას გადამკიდე არ გაუხარდებოდა ტრენდ ალექსანდრ არნოლდს, რომელიც ახლა წესით ფეხების მიტყუპებაში უნდა ვარჯიშობდეს. მართალია კვარა ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გადის, მაგრამ უკვე მოასწრო როგორც ლიგა 1-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გოლი და ასისტი. მან ასევე დემბელეს ქართული ასწავლა, პასი თუ არ მისცემს, რასაც ეტყვის ყველაფერი რომ გაიგოს. დაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას. PSG-ს და ლიონის ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებიდან 7 PSG მოიგო, 2 ლიონმა, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში ლიონი თამაშის საშუალოდ 5ჯერ უტყამს კარში. PSG კი 9ჯერ ჯარიმდება. ლიონი თამაშის საშუალოდ 2ჯერ ხვდება თამაშგარეში, PSG კი 6 კუთხურს აწვდის. ჩემი პროგნოზია PSG-ს კარში დარტყმების მეტი. ტოპ 5 ჩემპიონატში PSG ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს. ძალიან კარგ ფორმაში არიან, ძალიან სწრაფი შემტევები ყავს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რთული თამაში იყოს, ვფიქრობ, რომ ბევრჯერ დაარტყამენ კარში. მე ვიღებ ორმაგ პოზიციას X2 და 2.5-ზე მეტი. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო შეხვედრებში ორივე გუნდმა ბევრი გოლი გაიტანა, ამ შემთხვევაშიც უხგოლიან მატჩს ველოდები. და რადგან PSG გაცილებით უკეთესი გუნდია ვიდრე ლიონი, ფიქრობ ამ შეხვედრას არ წააგებს. სწორედ აქედან გამომდინარე X2 და 2.5-ზე მეტი.